მარიკა ვერულაშვილი, ჩემი კოლეგა, თქვენის აიძულეთ დაეტოვებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია. მარიკა ვერულაშვილი, მინდა მოგახსენოთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრ დეპუტატ მამაკაცებზე უფრო გამოჩნდა, იმიტომ რომ მან უფრო დიდხანს გაუძლო ამ ზეწოლას. ეს ამ მამაკაცების სირცხვილი არის და მე ძალიან მწუხვარ ამის გამო. მარიკას ბოლოს მაინც მოუწია არჩევანის გაკეთება ოჯახსა და თავის პოლიტიკურ გუნდს შორის, იმიტომ რომ თქვენ მას ძალიან კონკრეტულად აიძულებდით და ეუბნებოდით, რომ მისი მეუღლეს აღარ დაიჭერდით იმ შემთხვევაში, თუ კი მარიკა კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭერდა მხარს. ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც მარიკა ვერულაშვილს შეეძლება, რომ თვითონ ძალიან ღიად მოყვეს ამ სამარცხვინო გალიგების დეტალები. მანამდე კი ძალიან მაინტერესებს ისე, რომელიმე ქართული ეთნების დეპუტატი ქალბატონი მიუგზავნეს აი ამ მოლაპარაკებების საწარმოებლად მარიკას თუ რომელიმე არაკაცი. იმიტომ რომ სხვა სიტყვას ნამდვილად ვერ დავარქმევდი აი ასეთ შეთავაზებას ქალბატონი დეპუტატისთვის. აქ საერთოდ კონსტიტუციური ცვლილება არაფერ შუაში არ არის. ეს იყო უბრალოდ საბაბი თქვენთვის იმისთვის, რომ მოგეგონებინათ მიზეზი და გამოგეცადათ თქვენი ძალების შეძლებითი თუ არა დაშინებით, დაჭერით, შანტაჟით, სახლებში შევარდნით, ოჯახის წევრების გათავისუფლებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაბირებას და კონსტიტუციური ცვლილების მოპოვებას. თქვენ არ გექნებათ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა. ჩვენ არ მოგცემთ შესაძლებლობას შეცვალოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საგარეო კურსი და თქვათ შავზე თეთრთი. ამას გვპირდებით მეც და მთელი ნაციონალური მოძრაობა. გმადლობთ.